წმინდა სინოდის ხდომა იქნა მოწვეული სამწუხარო მიზეზით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. წმინდა სინოდის ხდომა გახსნა საპატრიარქო ტახტის მოსაღდრემ სენაკის და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ. თავის სიტყვაში მეუფე შიომ გამოუცხადა სამძიმარი წმინდა სინოდის წევრებს და გაიხსენა კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის მრავალწლიანი ღვაწლი ერისა და ეკლესიის წინაშე. ამის შემდეგ მან დააყენა საკითხი ეკლესიის მართვა გამგეობასთან დაკავშირებით მომავალი პატრიარქის არჩევამდე. აზრი გამოთქვა უხუცესმა მღვდელმთავარმა მანგლელმა მიტროპოლიტმა ანანიამ ჯაფარიძე და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსმა ახალციხის და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ. წაკითხული იქნა საქართველოს ეკლესიის მართვა გამგეობის დებულების მეოთხე თავის მეოთხე პარაგრაფი. სინოდმა დაამტკიცა პატრიარქის მიერ დადგენილი მოსაყდრე სენაკის და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის შიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტახტის მოსაყდრე. წმინდა სინოდმა ასევე დაადგინა პირველი შეიქმნას დამკრძალავი კომისია შემდეგი შემადგენლობით. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე სენაკის და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის შიო, ჭიათურის და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი, ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, ახალციხის და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, ხონის და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, გორის და ატენის მიტროპოლიტი ანდრია, მარგვეთის და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი, სურამის და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი, წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი, საქართველოს ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, საქართველოს საპატრიარქო საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, არქიმანდრიტი კირიონი. დაკრძალვის თარიღად დადგინდა 2026 წლის 22 მარტი კვირა. დაკრძალვის ადგილად პატრიარქის სურვილის გათვალისწინებით განისაზღვრა თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარი. სინოდმა შეიმუშავა მიმართვა სრულიად საქართველოსად. საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის მიმართვა სრულიად საქართველოსად. ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებნო ჩვენო თანამემამულენო, გისამძიმრებთ უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტის, დიდისა, მეუფისა, მამისა ჩვენისა ილია მეორის გარდაცვალებას. მისი უწმინდესობის სიყვარული და მზრუნველობა ვრცელდება საქართველოს თითოეული მოქალაქის მიმართ, განურჩევლად აღსარებლობისა თუ ეთნიკური ნიშნის. იგი ჭეშმარიტად იყო, არის და იქნება მამა სრულიად საქართველოს. უცხოეთიდან შემოსული სამძერმის წერილებში აღნიშნულია, რომ იგი დააკლდა არა მარტო საქართველოს, არამედ სრულიად საქრისტიანოსა და მთელ მსოფლიოს. ღვთის განგებით ჩვენი პატრიარქის გარდაცვალება აღესრულა დიდ მარხვაში, ჯვრის თაყვანისცემის შვიდეულში. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს მისი მოწამეობრივი ცხოვრების შესახებ. მისი უწმინდესობის მიერ აღსრულებული სამოციქულო ღვაწლი, ღვთისაგან განშორებული ერის სარწმუნოებისკენ შემოbrunება, მხოლოდ ღვთისა და მამულისადმი სრული თავგანწირვით იყო შესაძლებელი. დიდ სიყვარულთან ერთად კათოლიკოს პატრიარქი გამოირჩეოდა ღვთივ მინიჭებული სიმდაბლითა და სიბრძნით. 59 წლის განმავლობაში მან ბეწვის ხიდზე ატარა ჩვენი ქვეყანა და მრავალ განსაცდელს გადაარჩინა. ამ უდიდესი მწუხარების წუთებში ჩვენ ასევე გვეუფლება რწმენა იმისა, რომ უწმინდესობა პირნათელი წარსდგა ღვთის წინაშე, რომ მის სულს უფალი დაამკვიდრებს ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწვანვილოვანსა, ადგილსა განსასვენებელსა, სადაცა მართალნი განისვენებელს. გვეუფლება სასოება იმისა, რომ მისი ლოცვა კვლავაც განგვაძლიერებს სრულიად
სულიერად და განგვინათებს გონებას, რათა გავაგრძელოთ სვლა მის მიერ გაკვალულ სამეუფო გზაზე და უახლოეს მომავალში მივაღწიოთ ქვეყნის გამთლიანებასა და აღორძინებას. დღეს პატრიარქისადმი ჩვენი სიყვარული უნდა გამოვლინდეს მისი მრავალწლიანი შეგონებების აღსრულებაში. უპირველესად ღვთისა და მოყვასის წინაშე საკუთარი ცოდვების აღიარებაში, ურთიერთ მიტევებასა და შერიგებაში. ქრისტეს მიერ სიყვარულის აღორძინებით ჩვენ შევძლებთ ქვეყანაში მშვიდობიანი თანაარსებობის დამკვიდრებას და საზოგადოების გამთლიანებას. გავაგრძელოთ სვლა ჩვენი წინაპრების მიერ გაკვალულ გზაზე, რომელთან დაბრუნებაშიც შეუფასებელია ისტორიული როლი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისა. წმინდათა თანა განუსვენოს უფალმა ახლად შესვენებულსა დიდსა მეუფესა მამასა ჩვენსა ილიას და დაუმკვიდროს მას სასუფეველი ცათა. ამინ.